1000 დღეს სწორედ ამდენი ხანია, რაც ისრაელი ომშია, 7 ოქტომბრის საშინელებების შემდეგ. და ბრძოლა იმისთვის, რომ არ განმეორდეს შემდეგი 7 ოქტომბერი, ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან. ისრაელის მასშტაბური ოპერაციები ამ კვირაშიც ამ კვირაშიც გრძელდება. მათ შორის ჰეზბოლას უზარმაზარი გვირაბის განადგურება სამხრეთ ლიბანში და სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით. და ბრძოლასთან ერთად ჩნდება ცნობები სამხრეთ ლიბანში მცხოვრები ქრისტიანების უჩვეულო თხოვნის შესახებ. იერუსალიმის წუთი იწყება ახლა. მოგესალმებით იერუსალიმის წუთში JNS TV-ზე. ალექს, ისრაელი ამ კვირაში აღნიშნავს 1000 დღეს 2023 წლის 7 ოქტომბრის მასაკრიდან. მემორიალური ცერემონიები ტარდება ქვეყნის მასშტაბით. ასევე ეს არის დაფიქრება იმაზე, თუ როგორ მივედით იმ წერტილამდე, როცა ისრაელი სასტიკად და ველურად დაესხა თავს ჰამასმა იმ საშინელ დღეს. პირველ რიგში ცოტა უცნაურია, რომ 1000 დღეს აღნიშნავთ, ხო ასეა, ჩვეულებრივ წლის თავს ყოველ წელს აღნიშნავენ. 1000 დღეა, ზუსტად არ მესმის, რატო აღნიშნავთ ამას, მაგრამ ვფიქრობ საინტერესოა, რომ თითქმის 3 წელი გავიდა, 2 წელი დალიდა 8 თვეა გასული. და ვითხოვდი, რომ ომის არც ერთი ფრონტი დასრულებული არ არის. და ამ ყველაფერზე მოგვიანებით ვისაუბრებთ გადაცემაში, მაგრამ ღაზაში ჰამასთან დაკავშირებით ესეთი ვითარებაა, სადაც სტატუს კვოა, მაგრამ ამ ფრონტზე რეალური გადაწყვეტა არ არსებობს. იგივე ხდება ლიბანში, ისინი საუბრობენ ისრაელსა და ლიბანს შორის შესაძლო ნორმალიზაციის შეთანხმებაზე და ცხადია სიტუაცია ირანთან დასრულდა და თქვენ კვლავ აწარმოებ მოლაპარაკებებს ჰორმუზის სრუტის გახსნაზე და ბირთვულ შეთანხმებაზე. და უბრალოდ ის შეგრძნება, რომ ომი კვლავ გრძელდება, თუნდაც ნელი ტემპით, ახლა კი რა თქმა უნდა დასაწყისში ჩვენ დღეებს ვითვლიდით. რატომ ვითვლით დღეებს? ჩვენ თვლიდით იმ დღეებს, როცა მძევლები დაკარგულები იყვნენ, მაგრამ ყველა მძევალი სახლში დაბრუნდა და ხალხმა შეწყვიტა ლენტების ტარება საკელოზე, დღეების დათვლას. ასე რომ 1000 დღის დათვლა, იცით, მე ეს ბოლომდე არ მესმის. მე ვფიქრობ, ეს უფრო მარკეტინგული ხრიკია იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ მთავრობის წინააღმდეგ აპროტესტებს. და თქვენ ეხლა რეალურად ხედავთ, რომ ჩვენ გადავდივართ არჩევნების აქტიურ ციკლში. და მე ვფიქრობ, რომ რასაც თქვენ ხედავთ ამ 1000 დღიანი აღნიშვნების პროტესტების დროს, ძალიან გავს ანტისამთავრობო პროტესტებს. ისინი გავს იმ პროტესტებს, რომლებიც ითხოვენ ძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს ზუსტად იგივე მოძრაობაა და ისინი უბრალოდ პოზირებენ მოახლოებული არჩევნების წინ. და ამ 1000 დღიან მოვლენასთან დაკავშირებული რიტორიკის დიდი ნაწილი ერთ სიტყვასა და ერთ კაცზეა კონცენტრირებული და ეს არის ნეთანიაჰუ. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის თემას რომ დაუბრუნდეთ, ამ შაბათ-კვირას შეერთებულმა შტატებმა იზეიმა 4 ივლისი, ამერიკის შეერთებული შტატების 250 წლისთავი. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ მიმართა აშშ-ის ხალხს, პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მოქალაქეს. მოდით ვნახოთ ვიდეო. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, პრეზიდენტო ტრამპო და ამერიკის ხალხო, დღეს შეერთებული შტატები აღნიშნავს დამოუკიდებლობის 250 წელს. თავისუფლების 250 წელს და თავისუფლების დაცვის 250 წელს. ამერიკა იყო და არის უდიდესი ძალა თავისუფლებისთვის, რაც კი თანამედროვე სამყაროს უნახავხავს. ისრაელი ამაყობს, რომ მის გვერდით დგას. ისრაელი ამაყობს, რომ თქვენთან ერთად დგას. რადგან ჩვენი ალიანსი არა მხოლოდ საერთო ინტერესებზეა დაფუძნებული, არამედ საერთო ღირებულებებზე. დღეს ეს ღირებულებები საფრთხის ქვეშაა. ტარვალები, ვისაც ვებძვით, სკანდირებენ: სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. ისინი ფიქრობენ, რომ თავისუფლება სუსტია. ისინი ფიქრობენ, რომ დემოკრატიები სუსტია. ისინი ცდებიან ჩვენს ორ დემოკრატიაზე. რადგან როდესაც ამერიკა და ისრაელი ერთად დგანან, თავისუფლება უფრო ძლიერია. ერთად ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას. ერთად ჩვენ ვიცავთ ჩვენს საერთო ცივილიზაციას. ერთად ღმერთის დახმარებით თავისუფლება გაიმარჯვებს ტირანიის წინააღმდეგ. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. ღმერთმა დალოცოს ისრაელი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დიდი ალიანსი. გილოცავ დაბადების დღეს. გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ამერიკა. თავარი თემა, ალექს, ჩემი აზრით, არის ის საერთო ღირებულებები, რომლებიც ისრაელსა და აშშ-ს აერთიანებს. ვფიქრობ, ეს იყო ის გზავნილი, რომლის გადაცემაც პრემიერ-მინისტრს სურდა. ვფიქრობ, ისრაელებისთვის ეს თარიღი კარგად არის ცნობილი. ეს 250 წლის თავია. გადაცემის შემდეგ მართლწერის კონკურსს ჩავატარებთ, რომ გავარკვიოთ, როგორ იწერება ეს სიტყვა.
მაგრამ ძველი ქალაქის კედლებზე დავინახეთ, როცა შაბათიდან უბრუნდებოდი და ძველი ქალაქის კედლებთან გავდიოდი, ეს საოცარი 250 წლის თავისადმი მიძღვნილი აშეტეშუისა და ისრაელის საიუბილეო განათება იყო განთავსებული ძველი ქალაქის კედლებზე, რაც ძალიან მაგარი იყო. სოფლიოს ლიდერები, მათ შორის ვლადიმირ პუტინი და ზელენსკი, გიგზავნიან მილოცვებს 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით და ეს კარგია. მაგრამ ვიტყოდი, რომ ისრაელისთვის ეს უფრო განსაკუთრებულია. მართლა მჯერა და როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ბევრი საერთო ღირებულება. ალბათ ეს უკვე ქონია ნათქვამი ამ პოდკასტში, მაგრამ თუ ისრაელელებს გითხავდით ამერიკისადმი მათ დამოკიდებულებაზე, ეს წარმოუდგენლად მაღალი იქნებოდა. სინამდვილეში მე მგონია, რომ ეს თითქმის ყველა ქვეყანაზე უფრო მაღალი იქნებოდა მთელ მსოფლიოში. რაც ძალიან უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეხლა ბევრი ამერიკელი თითქოს ზურგს აქცევს ისრაელს. ისრაელელები ზურგს არ აქცევენ ამერიკას. მაშინაც კი როცა პრეზიდენტებს ჰქონდათ პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ისრაელის არჩეული მთავრობის პოლიტიკას, კონკრეტულად ობამას ადმინისტრაცია, საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი. მაგრამ ისინი ერთადერთები არ იყვნენ. მტრული პოლიტიკა არსებობდა, ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ახალისებაც კი იყო, იცით, ბუშის წლებში კიდევ უფრო ადრე კლინტონის დროსაც მიუხედავად იმისა, როგორ იყო მთავრობა განწყობილი, მაგრამ ისრაელში მაგრამ მაშინაც კი თუ ამჟამინდელი პოლიტიკა თითქოს არ ემთხვევა ისრაელის ინტერესებს, ისრაელში ამერიკელების და ამერიკის მიმართ გრძნობა და განწყობა ძალიან ძლიერია. და ვფიქრობ, ამის საფუძველი არის საერთო დემოკრატიული ღირებულებები. და ეს 250 წლის იუბილე, ჩემი აზრით, ნამდვილად თავისუფლების დღესასწაულია. და ვფიქრობ, რომ თავისუფლება მთელ მსოფლიოში თავდასხმის ქვეშა. თქვენ ხედავთ ქვეყნებს, რომლებიც დღეს აღმავლობაში არიან და ესენი არიან ავტორიტარული ქვეყნები, ხოლო ქვეყნები, რომლებიც ნამდვილად დემოკრატიაა, თუნდაც ვთქვათ ჰიპერდემოკრატია, ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები ეხლა იბრძვის თავისი ღირებულებებისთვის. ის შინაგან ბრძოლაშია, რათა დაიცვას და გაამყაროს თავისი თავისუფლებები. ისრაელშიც ჩვენ ვიბრძვით ომს ჩვენი თავისუფლებისთვის ახლო აღმოსავლეთის მეზობლების წინააღმდეგ. მაგრამ იმასთანაც კი, რაც აქ შიდა პოლიტიკაში ხდება და როგორ ყალიბდება ეს დემოკრატია, თქვენ ნამდვილად გაქვთ ბრძოლები თავისუფლებისთვის. და როცა ჰათიქვას მღერით ვამბობთ, ლიჰიოთ ამ ხობში ვიყოთ თავისუფალი ერი. და სწორედ ამიტომ აქვთ ისრაელელებს ესეთი დადებითი დამოკიდებულება ამერიკელების მიმართ, რადგან ჩვენც გვინდა და ვცდილობთ გქონდეს იგივე დემოკრატიული თავისუფლება, რაც შეერთებულ შტატებს აქვს. ალექს, ამ ურთიერთობაზე საუბრის გაგრძელებით, ამ კვირაში ცერემონიალზე იყავი, სადაც შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც აშშ-ის საელჩეში სააშშ-ის საელჩე იერუსალიმში მუდმივად განთავსდება. ჩვენ ვიცით, რომ ტრამპის პირველ ვადაში მან საელჩე თელ-ავივიდან გადაიტანა და ახლა თქვენთან ერთად იყვნენ ელჩი მაიკ ჰაკაბი და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი. ეს მართლაც დაუჯერებელი ცერემონია ჩანდა, იმავე თავისუფლებებსა და ღირებულებებს მიძღვნილი, რაზეც ახლახან ისაუბრეთ. აქ ხელშეკრულების ხელმოწერა, საელჩის იერუსალიმში მუდმივად განთავსება, ახალი კომპლექსი, თუ გნებავთ ალენბის კომპლექსი, საკმაოდ ახლოს იმ ადგილთან, სადაც ახლა მდებარეობს იერუსალიმის ქალაქში. უძველესი დროიდან. დიახ, უნდა გადავიდეთ ჩანაწერზე, რადგან ელჩმა ჰაკაბიმ 20 წუთზე მეტი ხნის სიტყვა წარმოთქვა ჩანაწერების გარეშე. აშკარად მომზადებული, მაგრამ ჩანაწერების გარეშე, ექსპრომტად, გულიდან. და მან მართლაც გააერთიანა ბევრი რამ, რაც ისრაელისა და შეერთებული შტატების საერთო ღირებულებებს ეხება. მოდით ვნახოთ ეს ჩანაწერი. ძალიან ვამაყობდი, რომ პრეზიდენტი მოვიდა და გააკეთა განცხადება, რომლის ნახვაც მთელი ცხოვრება მინდოდა. ეს იყო ის, რომ ჩვენ საბოლოოდ და სამართლიანად დავდგებოდით ისრაელის გვერდით, იქ სადაც ღმერთმა დაადგინა მისი დედაქალაქი. საკითხი მხოლოდ ის არ არის, რომ თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. მე ვიტყოდი, რომ ღმერთმა ეს გადაწყვეტილება 3800 წლის წინ მიიღო. და ჩვენ საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ გვეღიარებინა ის, რაც დიდი ხნით ადრე იყო განსაზღვრული, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები გამოჩნდებოდა. მამაყი ვარ, რომ ჩვენი 250 წლის იუბილეის შაბათ-კვირას ეს განცხადება კეთდება. თუ იმეს გონია, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დროებითია და მხოლოდ მისი ვადის განმავლობაში იმოქმედებს, და რომ ვიღაცა მოვა, შეცვლის მას და გააუქმებს მას. უნდა იცოდეთ, რომ ამ ქონების გადაცემით და ახალი საელჩოს კომპლექსისთვის ძალიან ძვირად ღირებული მასშტაბური შენობის აშენებით. ეს წარმოადგენს არა უბრალოდ გადაწყვეტილებას, არამედ შეუქცევად გადაწყვეტილებას. ესე რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ დავდგამთ ჩვენს დროშას.
მაგრამ ის ჩასმული იქნება უზარმაზარ ბეტონში, რათა არავის არასოდეს მოუვიდეს აზრად, რომ ეს დროშა იერუსალიმიდან მისი კანონიერი დედაქალაქიდან გადაადგილოს. ხო, დაუჯერებელია. იცი, როგორც ის ლაპარაკობს, ზუსტად ისე, როგორც გასულ კვირას JNS-ის სამიტზე, არც ერთი ჩანაწერი პირდაპირ გულიდან იმ საერთო ღირებულებებსა და თავისუფლებებზე საუბრობს, რაც აქ ისრაელში და რა თქმა უნდა, ASS-ში გვაქვს. მე ამ ცერემონიაზე ვიყავი. ეს პატარა ცერემონია იყო, მას მასპინძლობდა საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი. იქ იყო იერუსალიმის მერი მოშე ლეონი და მაიკ ჰაკაბი, შეერთებული შტატების ელჩი ისრაელის სახელმწიფოში. და მათ მიწის ნაკვეთის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი იერუსალიმში, ხებრონის გზაზე, რომელიც იერუსალიმის ერთ-ერთი მთავარი აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ სამხრეთის მაგისტრალია, რათა იქ ახალი საელჩო განეთავსებინათ. ეხლა თუ 2018 წელს დავბრუნდებით, ვამბობთ, რომ დონალდ ტრამპა საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა. და ეს მაშინ მოხდა, როცა დეივიდ ფრიდმანი იყო ელჩი და დეივიდმა ბრწყინვალე ნაბიჯი გადადგა. მან ის გააკეთა, რომ იერუსალიმში უკვე არსებული საკონსულო გამოიყენა. ის იძლეოდა საკონსულო მომსახურებას ისრაელელებისთვის მთელი იერუსალიმის მიმდებარე მეტროპოლიტენურ ტერიტორიაზე და ფაქტობრივად სიტყვა საკონსულო წაშალა და მის ნაცვლად სიტყვა საელჩო დაწერა. მათ ააშენეს პატარა ოფისი ელჩისთვის, რადგან იქ რეალურად ელჩის ოფისი არ იყო, ასე რომ მათ მცირე მშენებლობა ჩაატარეს. თქვენ იცით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, თუ როგორ გაკეთდა ეს ძალიან იაფად, რადგან უკვე არსებული ნაგებობა იყო, მათ ახალი ნაგებობა არ აუშენებიათ. და წინა საელჩო თელ-ავივში იყო. და ის საელჩო ასობით თანამშრომელს იტევს, ხოლო იერუსალიმის საკონსულოში მათთვის ადგილი არ იყო. ამიტომ ისინი მუშაობას თელ-ავივში აგრძელებდნენ. და რაც დავით ფრიმენმა გააკეთა, მან იმ საკონსულოს საელჩო უწოდა, ხოლო იმ საელჩოს ფილიალი უწოდა. ასე რომ ისევ გვაქვს სიტუაცია, სადაც საელჩოს უმეტესობა თანამშრომლებისა, რომლებიც ტექნიკურად საელჩოში მუშაობენ, კვლავ თელ-ავივში არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აღიარა იერუსალიმი როგორც დედაქალაქი და საელჩო იერუსალიმშია და ელჩის მთავარი ოფისიც იერუსალიმშია, ეხლა კი რას ავირებს შეერთებული შტატები? აპირებს ააშენოს უზარმაზარი ახალი საელჩო, ხომ ასეა? ასე რომ როცა პრეზიდენტი ამბობს, ხო იცით, ჩვენ ავაშენეთ საელჩო და ეს ძალიან იაფი დაჯდა, ხო და იცით რა? ეხლა შეერთებული შტატები აპირებს დააბანდოს ისეთი რაოდენობის ფული, რომელიც თქვენ გეგონებოდათ შესაფერისი ქვეყნისთვის, რომელიც მაიკ ჰაკაბიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ისრაელში დაახლოებით 700,000 ამერიკელი ემიგრანტი ცხოვრობს. და ეს მეორე ყველაზე დიდი რაოდენობა ნებისმიერი ქვეყნის შორის, მექსიკის შემდეგ. ხომ ესეა? ასე რომ თუ დაფიქდებით პატარა ისრაელზე, ისრაელში უფრო მეტი ამერიკელი ცხოვრობს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მექსიკის გარდა, ხო ასეა? ეს წარმოუდგენელი მიღწევა. ასე რომ ნამდვილად საჭიროა აქ დიდი საელჩო გქონდეთ, განსაკუთრებით ASS-ისა და ისრაელის ურთიერთობის გათვალისწინებით. ასე რომ მომავალ წლებში უზარმაზარი ძალიან დიდი შენობის აშენებას იხილავთ. ეხლა ისრაელმა მიწა აშათეშოს გადასცა იჯარით. ეს ძალიან ტიპური შეთანხმება, რაც სხვა საელჩოებთანაც ხდება. მათ ეს უზარმაზარი მიწის ნაკვეთი $1 იჯარით გადასცეს. და მაიკ ჰაკაბიმ მართლა წამოიღო $1 კუპიურა ჯიბიდან და გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს ხელმოწერის ცერემონიალზე, რომელმაც გენერალურ ბუღალტერს მიუთითა, რომ ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში შევადა, არა მის ჯიბეში. უბრალოდ რომ არავის ეფიქრა თითქოს რამე არასწორი ხდებოდა. მაგრამ ფიქრობ ეს ძალიან სიმბოლური იყო, რომ ეს ცერემონია ხუთშაბათს პირდაპირ 4 ივლისის წინა დღეს სტარდებოდა. შემთხვევითი არ იყო. ალბათ დაგეგმილი იყო, რომ ეს ასე მოხდებოდა. და ამ შაბათ-კვირას კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს მიუძღვენით პატივი. გავიდა 50 წელი ენტებეს რეიდიდან, როდესაც ისრაელმა მამაცურად გაგზავნა საიერეთ მათგალის კომანდოსები, საიერეთ მათგალის სპეცრაზმელები, რომლებმაც ტერორისტული გატაცების შედეგად ენტებეში წაყვანილი მძევლები გადაარჩინეს. რა თქმა უნდა, უგანდაში დაიღუპა მთავარი მეთაური იონათან ნეთანიაჰუ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ძმა იყო. მან ასევე აღნიშნა ეს თავის კომენტარებში იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მისთვის 4 ივლისი.
გავიდა 50 წელი მას შემდეგ, რაც მისი ძმა დაიღუპა იმ გამბედავ უპრეცედენტო რეიდში, რომელიც ისრაელის კომანდოსებმა უგანდაში ჩაატარეს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უპრეცედენტო სამხედრო მანევრი ისტორიაში. იცით, როდესაც ისრაელიდან უგანდამდე იფრინეს, გადაარჩინეს 100-ზე მეტი მძევალი და მხოლოდ ერთი ისრაელი ჯარისკაცი, ერთი მეთაური დაკარგეს ამ ოპერაციაში. და ეს, რა თქმა უნდა, იყო იონი ნეთანიაჰუ, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა როგორც რეიდის დაგეგმვაში, ასევე მის შესრულებაში. და ეს მოხდა 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღეს, შეერთებული შტატების დაარსებიდან 200 წლის იუბილეზე 1976 წელს. აქ კი შეერთებული შტატების 250 წლის იუბილე ემთხვევა ენთებეს ოპერაციის 50 წლის თავის აღნიშვნას. და როგორც თქვენ აღნიშნეთ და როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს იყო პრემიერ-მინისტრის ძმა. რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იონი ნეთანიაჰუ იყო ის, ვინც რეალურად ამ პრემიერ-მინისტრის პოზიციისთვის ამზადებდნენ. პრემიერ-მინისტრი იონის უდიდეს პატივს სცემს. ის ხშირად საუბრობს მასზე. ნეთანიაჰუ თავად ბიბი ასევე დაშავდა თვითმფრინავის ტერორისტული გატაცებისგან გათავისუფლების ოპერაციის დროს, რამდენიმე წლის შემდეგ მას მხარში ესროლეს, გადაურჩა იმ თავდასხმას. ასე რომ, იცით, 4 ივლისს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ისრაელელების და ისთვის და ამერიკის დღესასწაულისთვის, არამედ ნამდვილად პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთვის და მისი ძმის იონის დაკარგვის ხსოვნისთვის. მაგრამ ეს არის უზარმაზარი დღესასწაული ისრაელის ერთგულების თვალსაზრისით, რომ ყველა მძევალი სახლში დააბრუნოს. და პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ შეძლო ყველა მძევლის სახლში დაბრუნება. მაგრამ აშკარად ვხედავთ, რომ პალესტინელების სტრატეგია ომში კვლავ მძევლების აყვანა. დიახ, აბსოლუტურად. და ამ ყველაფერთან ერთად, ბოლო რამდენიმე საათში გვითხრეს, რომ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ შესაძლოა კიდევ ერთხელ გაფრინდეს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, რათა შეხვდეს პრეზიდენტ ტრამპს. ეს შეხვედრა, როგორც ჩანს, ნატოს სამიტის შემდეგ თურქეთში კვირის ბოლოს გაიმართება. მაგრამ იყო ერთი კომენტარი, რომელმაც დილას ახალ ამბებში ნამდვილად შემაწუხა. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ის და პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, მაგრამ ნეთანიაჰუმ იცის, ვინ არის უფროსი. გულისხმობ, ეს საკმაოდ დამამცირებელია, ვიტყოდით, ძალიან დამამცირებელია. და პრეზიდენტს წარსულშიც გაუკეთებია მსგავსი კომენტარები, რომ მე ვარ მთავარი, მე ვადგენ პოლიტიკას. მოდით ვისაუბროთ ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის შესაძლო შეხვედრაზე და იმ კომენტარზე, რომელზეც იცით, ამ დრომდე პრემიერ-მინისტრს არაფერი უთქვამს პასუხად. არ მახსოვს, რომ მას ოდესმე რამე ეთქვას ტრამპის სპონტანურ კომენტარებზე, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მის მიმართ პირადად. ნეთანიაჰუ ძალიან დიპლომატიური იყო, განსხვავებით ტრამპისგან, რომლის კომენტარები სრულიად არადიპლომატურია. მან არა მხოლოდ თქვა, რომ ისინი ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, არამედ თქვა, რომ ისინი ძალიან კარგები არიან ერთმანეთთან. ასე რომ ეს გრამატიკურადაც კი არ არის სწორად ნათქვამი, მაგრამ მოდი გრამატიკას ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ. ამ ომის დასაწყისში პრეზიდენტი ნახეთ ხო იცით როგორ საუბრობდა ნეთანიაჰუს სიდიადეზე, როგორც საომარი დროის პრემიერ-მინისტრზე და რამდენად უნდა დააფასონ ის ისრაელელებმა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელი და შეერთებული შტატები 6 კვირის განმავლობაში გვერდიგვერდ დაფრინავდნენ, ჩვენ ვხედავთ კომენტარების უწყვეტ ნაკადს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ტრამპს კამერაზე, მის Truth Social-ზე. და ასევე ეს მაღალი თანამდებობის პირები ინტერვიუებს აძლევენ Axios-სა და სხვა მედია საშუალებებს. ამბობენ საშინელ რაღაცებს ნეთანიაჰუზე, მის განსჯაზე, იმაზე რომ ის გიჟია, იმაზე რომ ბიბი მიცის, ვინ არის უფროსი ამ ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასაწყისში ტრამპმა თქვა, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გადაწყდებოდა ორ პარტნიორს შორის, რომლებიც გვერდიგვერდ მოქმედებდნენ, ეხლა აშკარად ტრამპი ცდილობს ამ კომენტარებით ორი განსხვავებული აუდიტორია დააკმაყოფილოს. პირველი არის ირანი და ყველა არაბი პარტნიორი, რათა აჩვენოს მათ, რომ ის მართავს სიტუაციას და რომ ნეთანიაჰუ ტრამპისგან მიიღებს მითითებებს. მაგრამ ტრამპი ასევე მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ მაგას ბირთვს, რომელიც ძირითადად ნეთანიაჰუს ადანაშაულებს იმაში, რომ ის არის კუდი, რომელიც ძაღლს აკნევს. და ტრამპი აკეთებს ყველაფერს, რაც ნეთანიაჰუს უნდა რომ გააკეთოს. ეხლა პრემიერ-მინისტრმა თქვა JNS-ის სამიტზე ერთი კვირის წინ, მან თავისი სიტყვა დაიწყო ასე. იცით, ზოგი ამბობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მე ნეთანიაჰუ მინდა. და აქ ისრაელში ხალხი ამბობს, რომ ნეთანიაჰუ ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ტრამპს უნდა. და ნეთანიაჰუმ თქვა, რომ არც ერთი ეს სიმართლე არ არის.
ეხლა როგორც ჩანს, შეხვედრა საჭირო იქნებოდა. პრემიერ-მინისტრი უკვე 7-ჯერ გაფრინდა ვაშინგტონში ამ ვადაში. ნეთანიაჰუ იყო პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც ტრამპს შეხვდა თეთრ სახლში ხელახალი არჩევის შემდეგ. და ის ასევე იყო პირველი, ვინც 2-ჯერ წავიდა თეთრ სახლში და როგორც თქვი, 7-ჯერ იქ. მაგრამ Operation Epic Fury-სა და Operation Roaring Lion-ის ერთობლივი მოქმედების შემდეგ არაფერი გვინახავს. ომი, როდესაც შეწყდა, იმ დროს წარმოუდგენელ სამხედრო წარმატებად ითვლებოდა. და მაინც, იცით, დიპლომატიამ თითქოს მოახერხა და ამ სამხედრო გამარჯვებას მთელი ძალა გამოაცალა. და ამჟამად ნამდვილად ბევრი საკითხია დღის წესრიგში ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რომლებიც დაიწყო და გარკვეულ შეთანხმებამდე მიიყვანა, რაზეც გასულ კვირას ლიბანთან ვისაუბრეთ, სადაც ლიბანის მთავრობა საბოლოოდ აღიარებს ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფნას სამხრეთ ლიბანში, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს ჰეზბოლასგან, რაც მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია უფრო ფართო ნორმალიზაციის შეთანხმებისკენ და რა თქმა უნდა, სიტუაცია ღაზაში, სადაც მუდმივად ვისმენთ მშვიდობის საბჭოს შესახებ და პოტენციურად სურთ აღდგენის პროცესის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ ჰამასი განიარაღებას არ აპირებს. და იცით, ჩვენ უფრო და უფრო ხშირად გვესმის საუბარი ჰამასზე. თითქოს მზად არიან ადმინისტრაციული კონტროლი გადასცენ რაღაცას, რასაც ისინი ასე უწოდებენ. მონიმას NJT ქვია, ეს არის ახალი მართველი ორგანო, რომელიც პალესტინელებისგან შედგება ღაზისთვის და რომელშიც ჰამასი ტექნიკურად არ მონაწილეობს. რათა ჰამასმა შეძლოს თავის გადაჯგუფება და სამხედრო ძალად ხელახლა ჩამოყალიბება. ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს მიხედვით ჰამასმა ისრაელს შესთავაზა მძიმე იარაღის ნაწილი და გვირაბების მდებარეობები. ან მშვიდობის საბჭოს გადასცეს, რათა ისრაელმა ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ისინი ამოიღოს და ამ საკითხებზე იზრუნოს. მაგრამ აქ არ არსებობს გადამოცმების მეთოდოლოგია. არ არსებობს გზა იმის დასადგენად, რომ ჰამასი გამოვიდა და წარმოადგინა მაგალითად გარკვეული რაოდენობის ხუმბარმტყორცნი. კარგი, განიარაღებულები ვართ. კარგი, ისინი არ არიან მზად, რომ ჩააბარონ თავიანთი ავტომატები, რომლითაც აშინებენ მოსახლეობას. შეიძლება თქვან, აი აქ არის 50 გვირაბის შესასვლელი, რომელიც ჯერ არ გაგინადგურებიათ. შესაძლოა გვირაბების 150 შესასვლელი იყოს. და ჰამასმა შეიძლება თქვას, კარგი, ეს 50 შესასვლელი და მერე ვიტყვით, რომ განიარაღებულები ვართ. ასე რომ სალაპარაკო ბევრი რამ არის და რა თქმა უნდა, როგორც თქვენ ახსენეთ, ვფიქრობ პრემიერ-მინისტრს ძალიან უნდა რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად დადგეს და მასთან ერთად გადაიღოს ფოტო. რათა მსოფლიოს ქვეყნები დაინახონ, რომ ეს ორი ლიდერი მართლაც გვერდ-გვერდგანან და ერთად მუშაობენ. და მახსოვს თეთრ სახლში მივფრინავდი, როცა ნეთანიაჰუმ 2024 წელს კონგრესს მიმართა. გონი ეს 2024 წლის ივლისში იყო. და მან კონგრესს მიმართა, მას შეხვედრები ჰქონდა იმ დროისთვის პრეზიდენტ ბაიდენთან და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისთან, რომელიც იმ დროს დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ჰარისთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი თეთრი სახლიდან გააცილეს. და შემდეგ კამალა ჰარისმა, რაც ესეთი ტიპის შეხვედრებისთვის უჩვეულოა, პრეს-კონფერენცია თავად გამართა, რასაც ჩვეულებრივ ვერ ნახავთ. ან საერთოდ არ იქნება პრეს-კონფერენცია, ან იქნება ორმხრივი პრეს-კონფერენცია. და ასე არ მოხდა. ცალმხრივი პრეს-კონფერენცია იყო, მხოლოდ კამალა ჰარისი და მაშინვე პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ და მისმა გუნდმა პრეს-ბრიფინგი გამართეს. და მთავარი გაკვეთილი, რაც ამ ბრიფინგიდან გამოვიდა, იყო ის, რომ თავარი გზავნილი იყო, რომ კულისებში შეიძლება არსებობდეს უთანხმოებები. მაგრამ კულისებს მიღმა, როცა საქმე საჯარო სივრცეში გადადის, არ გსურთ, რომ ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის რაიმე განსხვავება გამოჩნდეს. რადგან როცა განსხვავებას აჩვენებთ, ეს ბევრად უფრო მეტ საფრთხეს ქმნის ისრაელისთვის. ასე რომ შეგიძლიათ გქონდეთ ნებისმიერი უთანხმოება, რაც გსურთ და ყოველთვის იყო კიდეც კულისებს მიღმა. და რასაც პრეზიდენტი ტრამპი ახლა აკეთებს, ის მიუთითებს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება. ვიცი რომ ეს ის არის ის შემცირებაც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს სურს. და სწორედ ამიტომ მოითხოვა მან შეხვედრა ვაშინგტონში. და დიდი შანსია რომ ის მომდევნო ერთ-ორ კვირაში გაემგზავრება. Alex, ჯობია ავს დავრეკო და ბილეთები მოიპო. დღესდღეობით ბილეთების შოვნა რთულია, როცა ასე ხშირად მოგიწევს მგზავრობა. ასე რომ თუ JNS-ის სახელით აპირებ გაშუქებას, მოდი ისო დავრეკოთ და გაგიშვოთ იქ. პრემიერ-მინისტრი ელალით არ დაფრინავს. ის დაფრინავს ციონის ფრთით.
რაც ისრაელის ვერსია Air Force One-ისა. თუ შეძლებ რომ მასთან ერთად იმზავრო. დიახ, ძალიან საინტერესო იყო ამ კვირას ამერიკის ახალი Air Force One-ის ინაუგურაციის ნახვა, ეს კატარის თვითმფრინავი, რომელიც სუპერჯეტად იქცა. Yes. და იცით, ისრაელსაც აქვს შედარებით ახალი თვითმფრინავი, თუმცა ის ახალი არ არის, ეს ძველი თვითმფრინავია. სინამდვილეში ეს საკმაოდ ძველი თვითმფრინავია. ვფიქრობ დაახლოებით 30-დან 40-მდე წლისა. ფაქტობრივად NTB-ს დროიდა. და ეს იყო ფაქტობრივად განახლებული თვითმფრინავი. ასე რომ იცით, იმ თვითმფრინავში ადგილების უმეტესობა, 100-ზე მეტი მგონი დაახლოებით 80-დან 100-მდე ადგილი ეკნა მხასისა. იცით, ზოგი ნაწილი შეიძლება დაზიანებული იყოს, ყველაფერი თავიდან არის გადაკრული. აქვს ლამაზი პრიალა გარსი, მაგრამ ეს ძველი თვითმფრინავია. ასე რომ, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი თვითმფრინავი გჭირდება, ჩვენი თვითმფრინავი უკვე 30-დან 40-მდე წლისაა. ისრაელმა ახლახან პირველად ამ ვადაში იცით ახალი თვითმფრინავი შემოიყვანა, პირველი ესეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტისთვის. და მათ იყიდეს ძველი თვითმფრინავი და გაარემონტეს იგი. ასე რომ, დიდი განსხვავებაა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის. რა თქმა უნდა, JNS მოგაწვდით ინფორმაციას ამ შეხვედრის შესახებ, როცა ის გაიმართება. ამავე დროს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ კვირაში არხ 14-ზე ძალიან პოპულარულ პატრიოტების გუნდთან, პატრიოტებთან ინონ მაგალათან ერთად ისაუბრა ისრაელის სამხედრო კამპანიებზე ყველა ფრონტზე. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. სურთ შეაჩეროთ ამერიკული დახმარება. დიახ, როდის დასრულდება ეს? ვიცი. შემო, მინდა გავაკეთო 10 წლიანი დახილობა. ძალიან ვაფასებ იმ მხარდაჭერას, რაც მივიღეთ, დარწმუნებული ვარ, თქვენს ყველა აფასებთ ამას. ჩვენ უკვე აღარ ვართ პატარა ეკონომიკა, არც გიგანტი, მაგრამ უკვე საშუალო ზომის ეკონომიკა ვართ. ჩვენ შეგვიძლია თავად დავაფინანსოთ ჩვენი MŠP-ის პროცენტის ეს მცირე ნაწილი, რომელსაც საშეშოსგან ვირეთ. როდის დაიწყება ეს პროცესი? მინდა რომ ეს წელს დაიწყოს. წელს. კარგი. მოკლედ, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ისრაელი უნდა იყოს მზად სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით დამოუკიდებლად შეერთებული შტატებისგან. და პრემიერ-მინისტრმა ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ამ გადაცემაში. მან არაერთხელ თქვა, რომ ისრაელისთვის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი 7 ოქტომბრიდან არის ის, რომ მომავალ წლებში ისრაელს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს ასეთი მასშტაბური თავდასხმების გაძლება. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სურს შეწყვიტოს კავშირი დაფინანსების ფინანსური დახმარების მხრივ შეერთებულ შტატებთან. ამავე დროს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუბრობს ნუახლოებულ არჩევნებზე და ამბობს, რომ თუ პრემიერ-მინისტრად აირჩევენ, სურს ფართო ეროვნული ერთობის მთავრობა. როგორც ჩანს, ეს ოქტომბერში მოხდება, თუ უფრო ადრე არა. მართალია, პირველ რიგში ნეთანიაჰუ ჩნდება არხ 14-ზე, რადგან საარჩევნო რეჟიმში ვართ. კარგი. იცით, მაგალი ჟურნალისტია, რომელიც ცნობილია ნეთანიაჰუსთან ძალიან ახლო, შედარებით ახლო კავშირებით, ნამდვილად ნეთანიაჰუს დიდი გულშემატკივარია, განსხვავებით სხვა არხებისგან, როგორიცაა არხი 12 არხი, 13 არხი 11. ის არხები, როგორც იცით, ნეთანიაჰუს საერთოდ არ სხალობენ. არხი 14 კი ძალიან უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრს. სწორედ ამიტომ არის პრემიერ-მინისტრი მზად, რომ არხ 14-ზე გამოვიდეს. და მას შეუძლია თავის ამომრჩეველთან საუბარი. როცა ის არხ 14-ზე გამოდის, რეიტინგებში აშკარად ლიდერობს ყველა სხვა სტუმართან შედარებით, რომელსაც არხი 14 ან სხვა რომელიმე არხი შეიძლება შემოგთავაზოთ. ასე რომ, როცა რეიტინგებს უყურებთ, ნეთანიაჰუს მნიშვნელოვანი პოპულარობა ისევ ჩანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის პატრიოტების გუნდში გამოდის. მაგრამ საინტერესოა, რას ამბობს ის. იცით, ის ფართო ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს. ამავე დროს ის ამბობს, რომ არ დათმობს თავის ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორებს, რომელთა შორის არიან იტამარ ბენ-გვირი, ბეცალელ სმოტრიჩი, ასევე ჰარედები, ულტრა-ორთოდოქსული პარტიები. მან თქვა, რომ სურს ეს პარტიები თავის მთავრობაში ჰყავდეს. ამ პარტიებმა ლიკუდთან ერთად შექმნეს მემარჯვენე მთავრობა, რომელიც მოიცავს ისრაელის პოლიტიკური სპექტრის მთელ მემარჯვენე ფრთას. მაშ, როგორ შეგიძლია ორივე ყავდეს? სწორია, ფართო ეროვნული ერთობაც გინდა და ამჟამინდელი პარტნიორებიც. ძალიან არათანმიმდევრულია. ხო, ეხლა მე ვფიქრობ, რომ ნეთანიაჰუ განიხილავდა ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იტამარ ბენ-გვირის ხარჯზე, რომელიც სხვათა შორის ამ არჩევნებში სავარაუდოდ ძალიან კარგად გამოვა. ის თავად იღებს დაახლოებით 9-10 მანდატს გამოკითხვებში, რაც მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე წინა არჩევნებზე ქონდა. რაც აჩვენებს, რომ იცით, ეს კაცი მარტო არ დგას. ის რეალურად წარმოადგენს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შეხედულებებს. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ფართო სპექტრს სურს იხილოს ეროვნული ერთობის მთავრობა. და ის, ვისაც ისინი არ ისურვებდნენ ეროვნული ერთობის მთავრობაში, ალბათ იქნებოდა ბენ-გვირი მარჯვნივ ულტრა-ორთოდოქსული ჯგუფები, ანუ რელიგიური მარჯვენა. არა ზუსტად პოლიტიკური მარჯვენა. მაგრამ დავარქვათ ამას რელიგიური, მაგრამ ასევე არაბული პარტიები, რომელთანაც მარცხენა მხარე მზად იქნებოდა ერთად დაჯდომისთვის.
და მათ დაამტკიცეს, რომ მზად იყვნენ მათთან ერთად დასაჯდომად ანტი-ნეთანიაჰუს ბლოკის კოალიციის შესაქმნელად. და ასევე ისრაელის პოლიტიკური სპექტრის უკიდურესი მარცხენა მხარე დემოკრატთა გუნდი, როგორც მათ უწოდებენ, ისრაელის დემოკრატების პარტია, რომელიც ფაქტობრივად ახალი მერეცია. რა თქმა უნდა, ეს არის მერეცი, ლეიბორისტული გაერთიანება, იცით, უკიდურესი მარცხენა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრი ისრაელოს სურს ზიონისტური პარტიების მთავრობა, რომლებიც შუაში არიან მარცხენა ცენტრიდან მარჯვენა ცენტრამდე და შექმნან ძალიან ფართო მთავრობა. ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პარტიები, განსაკუთრებით მარცხნივ, თავისი არსით ნეთანიაჰუს წინააღმდეგ არიან. და იცით, არც ერთ ამ პარტიას არ ვხედავ, რომ ნეთანიაჰუსთან დაჯდეს და მით უმეტეს ბენ-გვირთან ან ჰარედულ პარტიებთან. ეხლა, როდის შეიძლება ისინი ნეთანიაჰუსთან დაჯდნენ? მხოლოდ ერთი პირობაა, როცა ისინი შეიძლება ნეთანიაჰუსთან დაჯდნენ. და ეს არის მაშინ, თუ ნეთანიაჰუმ და ამჟამინდელმა კოალიციამ გადალახეს საარჩევნო ბარიერი და შეძლეს კიდევ ერთი მემარჯვენე მთავრობის ფორმირება. თუ ნეთანიაჰუს ექნება ბერკეტი, რომ თავის ამჟამინდელ პარტნიორებს მიუბრუნდეს და უთხრას, ჰეი, ჩვენ უბრალოდ ისევ იგივე გავაკეთოთ, ისევ იგივე მთავრობას შევქმნით. მაშინ შეიძლება ნახოთ ზოგიერთი ამ ცენტრისტულ მემარცხენე პარტიებიდან, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ისინი კიდევ 4 წელი გარეთ დარჩებიან, უბრალოდ ცდილობენ ასწიონ ფსონები. და შემოვლენ და დაიწყებენ საუბარს ქვეყნის საკეთილდღეოდ და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ერთიანობა. ეხლა, თუ მათ შეუძლია დაბლოკონ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენეებთან ერთად მთავრობის ფორმირება, ისინი მასთან არ დასხდებიან, ხომ ასეა? მათ სურთ, რომ ის წავიდეს. რა თქმა უნდა. ასე რომ იცი, საინტერესოა, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ ასე პოზიციონირებს, ამბობს, მინდა ფართო ერთობის მთავრობა, მაგრამ ასევე მინდა ჩემს ამჟამინდელ პარტნიორებთან ერთად ვიჯდე. მოგწონს ის თუ არა, ის ნამდვილად ოსტატი პოლიტიკოსია. სწორედ ამიტომ ბოლო 20 წლის განმავლობაში არჩევნებს ისევ და ისევ იგებს. ის უნარების თვალსაზრისით ისრაელში ყველაზე მაღალი დონის პოლიტიკოსია. ანუ, იცი, ისრაელს ჰყავს საუკეთესო დიპლომატი, სახელმწიფო მოღვაწე, იცი, მაგრამ ასევე ყველაზე მკაცრი პოლიტიკოსი. ეხლა, რაც შეეხება იმას, როგორ მართავს ეკონომიკას და სხვა სამინისტროებს, იცი, ამას მოგვიანებითაც განვიხილავთ. ეს არ არის საარჩევნო გადაცემა, ასე რომ ამაზე ეხლა არ შევჩერდებით. მაგრამ ჩვენ ნამდვილად საარჩევნო სეზონში ვართ. სწორედ ამას ეხება 7 ოქტომბრიდან 1000 დღის ხსოვნის აღნიშვნა. სწორედ ამას ნიშნავს ნეთანიაჰუს გამოჩენა პატრიოტში. და არხი 14-იც, ან იმ დღეს, ან მეორე დღეს, ეს გამოკითხვა, რომელიც მხოლოდ ხუთშაბათს გამოქვეყნდა, აჩვენებს 14-ს. გამოაქვეყნა გამოკითხვა, რომელიც ნამდვილად ეწინააღმდეგება სხვა არხების უმეტესობის ტენდენციებს. აჩვენა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ყველაზე შესაფერისი იყო პრემიერ-მინისტრობისთვის მეორე კანდიდატზე, გადი აიზენკოტზე. ორჯერ მეტი მხარდაჭერით, მაგალითად 53% 26-ის წინააღმდეგ. და რომ ლიკუდის პარტიას ექნებოდა 33 მანდატი, ხოლო შემდეგ ყველაზე დიდ პარტიას, აიზენკოტის იეშარ პარტიას, მხოლოდ 20 მანდატი. ეს 13 მანდატიანი სხვაობა. ეს ფაქტობრივად სრული გამარჯვებაა, სწორია, ისრაელის პოლიტიკაში. და ნაფტალი ბენეტი, რომელმაც პატარა ალიანსი შექმნა იაირ ლაპიდთან, სულ ქვემოთ მიდის რეიტინგებში, ვფიქრობ ერთნიშნად ციფრებშიც კი, თუნდაც იმ მხრივ თუ ვინმე მისთვის მისცემდა ხმას. ასე რომ ის აღარაც კი წარგება კანდიდატად, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრობისთვის შეეცილოს. მაგრამ იმ გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ამჟამინდელ მთავრობას, რომელსაც 64 მანდატი აქვს, შეეძლებოდა მთავრობის ფორმირება 63 მანდატითაც. სხვა ბევრი გამოკითხვა აჩვენებს, რომ კოალიციას შეიძლება 10 მანდატით ნაკლებიც კი კონდეს, მაგრამ მე 14-ის გამოკითხვას მივაქცევ ყურადღებას. ამას სერიოზულად ვეკიდები, რადგან ის ჩაატარა და გააანალიზა შლომო ფილბერმა კომპანია Direct Polls-დან, რომელმაც ბოლო რამდენიმე არჩევნებში მართლაც სწორად გამოიცნო შედეგები. იცი, შმუელ პერესმა დიდი ხნის წინ თქვა, გამოკითხვებს შეიძლება კარგი სუნი კონდეთ, მაგრამ არ დალიო ისინი. იცი, უკვე საარჩევნო სეზონში შევდივართ. არის პატრიოტიზმი, პროტესტები, გამოკითხვები. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება. აბსოლუტურად, ალექს. საკმაოდ უცნაურია, რომ შოუს უკვე 30 წუთი გავიდა და ირანზე თითქმის არ გვისაუბრია. ჩვენ ჯერ კიდევ ომში ვართ ირანთან. ეს არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ჯერ კიდევ ამ ცეცხლის შეწყვეტის, ასეთ შოს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის პირობებში ვიმყოფებით. მაგრამ თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცის თქმით, მან ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, შეინარჩუნონ დამოუკიდებელი სამხედრო მოქმედებების გეგმები ირანის წინააღმდეგ. თუ თეირანი, ირანი გადაიფიქრებს და კვლავ განაახლებს თავდასხმებს ებრაულ სახელმწიფოზე. ისრაელი ამისთვის მზად უნდა იყოს, მაგრამ ამასთანავე ისრაელმა ეხლა უზარმაზარი ძალა უნდა აჩვენოს. თელმა მსოფლიომ იცის, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ ეტაპზე არ სურს სამხედრო ჩართულობა ირანთან.
ეს შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება ეს შეიცვალოს შუალედური არჩევნების შემდეგ. ჩვენ არ ვიცით. მე არ ვიფიქრებდი, რომ ეს აუცილებლად შეიძლება, მაგრამ იცით, პრეზიდენტ ტრამპთან ყოველთვის არის შეცდომაში შემყვანი მანევრები და ნამდვილად არ იცი რას ფიქრობს. შესაძლოა ეს შეხვედრა ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის გაარკვიოს მათ შორის რას ფიქრობენ ისინი მომავალზე. და რა მოხდება თუ ირანი არ დათანხმდება რაიმე არაბირთვულ შეთანხმებას, რომ თავისი პროგრამა აღარ აღადგინოს. მაგრამ ისრაელმა უნდა აჩვენოს, რომ ის არ არის შეერთებული შტატების გავლენის ქვეშ და მზად არის დამოუკიდებლად დაარტყას. და ხახმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 12 დღიანი ომი, რომელიც წინა წლის ივნისში მოხდა, შეერთებული შტატები მხოლოდ ბოლო დღეს ჩაერთო და დაბომბა ფორდო. 12 დღის განმავლობაში ისრაელმა, ჩემი აზრით, დაახლოებით 1000 საჰაერო შეტევა განახორციელა ირანში დამოუკიდებლად. გააუვნებელყო ირანის ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემა და დაარტყა პრაქტიკულად ყველაფერს, რაც სურდა ამ 12 დღიან პერიოდში. ამიტომ ისრაელის სახელმწიფომ უნდა შეძლოს აჩვენოს ყველა მეზობელ ქვეყანას ახლო აღმოსავლეთში, რომ მზად არის სურს და მტკიცება აქვს ირანს შეუტიოს, თუ ირანი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს. ალექს, ამჟამინდელი მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის შეჩერებულია. ეს იმიტომ, რომ ირანი ახლა გლოვის პერიოდშია. მიმდინარეობს ერთკვირიანი დაკრძალვა და გლოვა უმაღლესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის. ეს დაიწყო შაბათ-კვირას მას შემდეგ, რაც ის მოკლეს ამ ომის ბოლო რაუნდის დასაწყისში. მაგრამ ახლა ყველაფერი დროებით გადაიდო. შესაძლოა ერთი კვირით, რათა ირანმა დაკრძალოს უმაღლესი ლიდერი. მართალია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხამენეი მოკლეს პირველი დარტყმისას. ოპერაცია ეპიკური რისხვისა და ოპერაცია მბრძვინავი ლომის დაწყებიდან პირველ 10 წუთში. შეერთებული შტატები მიზანში იღებდა ბირთვულ ობიექტებსა და ბალისტიკური რაკეტების ობიექტებს. ისრაელი კი ლიდერებს ესხმოდა თავს. პირველი დარტყმები, რომელიც ისრაელმა განახორციელა ამ ომში, იყო ხამენეის ლიკვიდაცია, რაც ფაქტობრივად საპირისპიროა იმისა, როგორც ომები ჩვეულებრივ მიმდინარეობს. ჩვეულებრივ ომის ბოლოს უმაღლეს პირებს ანეიტრალებენ, მაგრამ აქ ისრაელმა უმაღლესი პირები ომის დასაწყისშივე პირველივე დარტყმით გაანეიტრალა. ხამენეი ვერ დაკრძალეს. რამდენიმე საინტერესო რამ. პირველი, ვფიქრობ, ყველა ვინც ამ დაკრძალვაზე იმყოფება, ეხლა უკვე იცით, ვინ არიან თქვენი მტრები. კარგი? ერთი ადამიანი, ვინც იქ არ იქნება, მოსე ტაბა ხამენეი, ხამენეის შვილი. და ვფიქრობ, ჯერ კიდევ არსებობს კითხვები მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ცოცხალია თუ არა, მთლიანად დამახინჯებულია თუ არა. იცით, ფეხი დაკარგა, სახეში დაარტყეს, პულსი აქვს თუ არა, ხომ იცით, ჩვენ არ ვიცით. ამბობენ, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო მას არ მოჰყავთ, მაგრამ არავის უნახავს იგი. ასე რომ ის იქ არ იქნება, და გონი რამდენ ხანს გრძელდება? ერთი კვირი რა გრძელდება? ერთი კვირიანი დაკრძალვა. ხო, კი. გლოვის პერიოდში ეს საკმაოდ სანახაობრივი იქნება. ასე რომ, ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ რა გამოვა აქედან, როგორ გამოჩნდება ირანი, როგორ ისაუბრებს მსოფლიო ირანზე. ამ დაკრძალვის შემდეგ, როგორ ისაუბრებს მსოფლიო ხამენეიზე. თუ მას ტერორისტად მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოში ტერორიზმის მთავარ მხარდამჭერ სახელმწიფოს. ვგულისხმობ, ეს არის მთავარი ტერორისტი, ეს არის ოსამა ბინ ლადენი სტეროიდებზე. იცით, უბრალოდ ჰეზბოლა ეს ირანია, ირანის ჰამასი, ისინი ირანის გავლენის ქვეშ იყვნენ. ჰუთები, ირანის გავლენის ქვეშ, კონკრეტულად ხამენეის გავლენის ქვეშ. მოდით ნახოთ, ილაპარაკებს თუ არა მსოფლიო ხამენეიზე, როგორც დიდ სახელმწიფო მოღვაწეზე და რევოლუციონერზე, თუ ილაპარაკებენ მასზე, როგორც ტერორისტზე. და ჩვენ უნდა ვნახოთ ასევე, იცით, როგორ გამოჩნდება ამერიკა, როგორ გამოჩნდება ისრაელი ამ დაკრძალვის ბოლოს. მოდით ახლა ჩვენი ყურადღება გადავიტანოთ ჩრდილოეთში, ალექს, ჰეზბოლაზე და ლიბანზე. გასულ კვირას ვისაუბრეთ აშშ-ს შუამავლობით მიღწეულ ჩარჩო შეთანხმებაზე ისრაელსა და ლიბანს შორის, რომელიც რა თქმა უნდა ჰეზბოლას არ მოიცავდა. და ისრაელი კვლავ ინარჩუნებს თავის უფლებას, შეეცადოს, შეასუსტოს, ან გაანადგუროს ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაცია სამხრეთ ლიბანში. არსებობდა უზარმაზარი მიწისქვეშა კომპლექსი, რომელსაც ჰეზბოლა მართავდა საზღვართან ახლოს, იარალით, სარაკეტო გამშვებებით და სხვა საშუალებებით. ისრაელმა გაანადგურა ეს 100 მეტრის სიგრძის გვირაბების მთელი ქსელი. თქვენ ნახეთ ეს სურათები, შეიძლება აქაც ვაჩვენოთ, რომ მსოფლიომ ნახოს, რამდენად მასშტაბური იყო ეს მიწისქვეშა ქსელი, რომელსაც ჰეზბოლა მართავდა. შესაძლოა გეგმავდა კიდეც, ვინ იცის, შემდეგი 7 ოქტომბრისთვის იქნებ ისრაელში გადასვლაც სურდათ. ასე რომ, ამ კვირაში ეს სურათები გქონდა.
ხო, რამდენიმე რამ ამასთან დაკავშირებით. პირველი ისაა, რომ ხედავთ უბრალოდ ამ წინააღმდეგობას. ისრაელი აშენებს მიწისქვეშა თავშესაფრებს სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად. იცით, ისინი მიწისქვეშა საავადმყოფოებსაც კი ამუშავებენ, რათა ოპერაციები და სიცოცხლის გადამჩენი პროცედურები მიწისქვეშ გააგრძელონ მაშინ, როცა რაკეტები ცვივა. ლიბანში, ღაზაში ისინი აშენებენ მიწისქვეშა ნაგებობებს ტერორისტების დასაცავად. კარგი, და ისინი იღებენ მილიარდობით დოლარს, რომელიც შეიძლებოდა საავადმყოფოების და სკოლების ასაშენებლად გამოყენებულიყო მიწის ზედაპირზე, მაგრამ ამ ფულს იყენებენ ტერორისტებისთვის მიწისქვეშა თავშესაფრებისა და სარდლობის ცენტრების ასაშენებლად. იცით, ისრაელმა გაანადგურა ეს უზარმაზარი გვირაბების ქსელი და ეს არის თავდასხმა, რომელიც თუ ერთი კვირით ან ორი კვირით ადრე განხორციელდებოდა, შესაძლოა ძალიან უარყოფით ყურადღებას მიიპყრობდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან, რომელიც ეუბნებოდა ისრაელს და ნეთანიაჰუს, რატო უნდა დაანგრიოთ შენობა ყოველ ჯერზე. თქვენი დარტყმები ძალიან ძლიერია. მაგრამ აქ აშკარაა, რომ რადგან ეს მოხდა დაახლოებით 10 დღის შემდეგ იმ კომენტარების, ეს ყველაფერი სრულ კოორდინაციაში იყო შეერთებულ შტატებთან. მათ იცოდნენ, რომ ისრაელი ამას გააკეთებდა. აშკარაა, რომ ისრაელმა მათ მიაწოდა საკმარისი ინფორმაცია ამ გვირაბების ქსელის შესახებ. და აფეთქებებში აშკარად ჩანს, რომ ბომბები ერთ ადგილას დადგეს და აფეთქება სხვა ბევრ ადგილასაც ხდება. ამიტომ შეერთებული შტატები კვლავ აძლევს ისრაელს მწვანე შუქს, რომ გაანადგუროს ეს ტერორისტული ობიექტები. ასე რომ იცით, ისრაელი აჩვენებს, რომ იმოქმედებს საკუთარ ინტერესებში, მიუხედავად დიდი დიპლომატიური ზეწოლისა საერთაშორისო დონეზე. ამავე დროს ალექს, ომის დაწყებიდან მოყოლებული ვხედავთ ანტიისრაელურ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ განხეთქილება შეიტანონ ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის. ადანაშაულებენ ისრაელს ქრისტიანების წინააღმდეგ სხვადასხვა ქმედებებში, როგორც ქვეყანაში, ასევე ლიბანში. თუმცა აქ არის ქრისტიან ლიდერთა ჯგუფი სამხრეთ ლიბანიდან, რომლებიც ითხოვენ, რომ მათი სოფლები ისრაელის სახელმწიფოს მიერთდეს. მათ არ სურთ ლიბანის მმართველობის ქვეშ ცხოვრება. მათ არ სურთ რაიმე კავშირი ჰქონდეთ ჰეზბოლასთან. მათ ურჩევნიათ ებრაული სახელმწიფოს მიერთდნენ. გასაოცარია. კარგი, იმიტომ რომ ისინი აცნობიერებენ, რომ ქრისტიანებს ისრაელში აქვთ რწმენის თავისუფლება, რომ ისრაელი იცავს უმცირესობებს. იცით, ყველაფერი რაშიც ისრაელს დასავლეთი ადანაშაულებს, თითქოს ამას არ აკეთებს და იცით, თაკერ კარლსონო, თქვენ ცდილობთ წარმოაჩინოთ თითქოს ისრაელი თავის ქვეყანაში ქრისტიანობას ანადგურებს. ქრისტიანები ისრაელში ყვავის. იცით, ამ შაბათ კვირას მე ამერიკელ ქრისტიანებთან ერთად ვიყავი სამარიის ბორცვებში. მაგრამ ქრისტიანებს ისრაელში შეუძლიათ თაყვანის სცენ. თუ ისრაელზე გადაფრინდებოდით და არავინ გეტყოდათ, რომ ეს ისრაელია და არავინ გეტყოდათ ქვეყნის გეოპოლიტიკაზე, იკითხავდით, რა არის ამ ქვეყნის რელიგია. თუ ნახავდით უზარმაზარ ეკლესიებს, რომლებიც ბევრია და ასობით წლისა, იტყოდით, რომ ეს ალბათ ქრისტიანული ქვეყანა. ისრაელი ყველა ამ ადგილს იცავს. და ისრაელი ეხმარება ქრისტიანებს ლიბანში, მაგრამ არა მხოლოდ ლიბანში, ასევე იცავს უმცირესობებს სირიაში. და იგივე ფენომენი ჰქონდათ. სირიაში ყავდათ დრუზების უმცირესობები, ისევე როგორც ქრისტიანები. იგივე ამბობდნენ, რომ სურდათ ისრაელს სირიის ნაის ნაწილები მიერთებინა და თავისი სუვერენიტეტის ქვეშ აეღო. იმისთვის, რომ ისრაელს შეძლებოდა მათი დაცვა. ლიბანში შიიტი მუსლიმებისგან, სირიაში კი სუნიტი მუსლიმებისგან, რომელსაც ალ-შარა ხელმძღვანელობდა. ეს დაუჯერებელი რამაა სანახავად. ეხლა ისრაელი ამას არ გააკეთებს. და მიზეზი, რატომაც ისრაელი ამას არ გააკეთებს, ისაა, რომ იცით, ამ უმცირესობებში ასევე არიან დიდი რაოდენობით მუსლიმებიც, რომელთა მიღებაც ისრაელს არ სურს ამ მიწებთან ერთად. ასევე სირიის ამ ტერიტორიების გრძელვადიანად დასაცავად მნიშვნელოვანი რაოდენობის ჯარისკაცები იქნება საჭირო, ასევე ლიბანის დასაცავადაც. და იცით, ისრაელი ჯარისკაცების დეფიციტს აწყდება, ხომ ასეა, ჩვენი ჯარისკაცები უკვე იბრძვიან ზოგიერთი მათგანი. იცით, ბოლო კვირებში შევხვდი ადამიანებს, რომლებიც 300 დღეა, 400 დღეა იბრძვიან. შევხვდი ერთ ადამიანს, რომელიც უკვე 500 დღეა ბრძოლაშია. ასე რომ იცით, დიდი ლოგისტიკური გამოწვევებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვნახოთ, როგორ უყურებენ უმცირესობები ახლო აღმოსავლეთში ისრაელს და როგორ ეწინააღმდეგება ეს იმას, რასაც დასავლეთი ამბობს ისრაელის სახელმწიფოზე. აბსოლუტურად. ალექს, ცოტა ადრე ახსენეთ ღაზას მდგომარეობა. ამ კვირაში ამით სეგალმა, რომელიც ძალიან პატივსაცემი და ცნობილი ჟურნალისტია ისრაელში, გააკეთა ანალიზი და თქვა, რომ ჰამასი ნამდვილად სერიოზულად დასუსტდა ბოლო 1000 დღეში. მაგრამ ამის მიუხედავად იმისა, რომ ჰამასი შეიძლება დათანხმდეს ღაზას ყოველდღიური სამოქალაქო მმართველობის გადაცემას, ისინი მაინც ცდილობენ შეინარჩუნონ თავი როგორც შეიარაღებული მოძრაობა, რომელსაც შეუძლია გადარჩენა და საბოლოოდ აღდგენა. სწორედ ამ მდგომარეობაშია ახლა ჰამასი.
და ეს დიდი შიშია, განსაკუთრებით სამხრეთ ისრაელში მცხოვრებთათვის და სინამდვილეში მთელი ქვეყნისთვის. კი, ეჭვი არ არის, რომ 20 პუნქტიანი გეგმა ჰამასმა ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აღიქვა როგორც გადარჩენის გეგმა და კატარმაც ეს ჰამასის გადარჩენის გეგმად მიიჩნია. ამ დროისთვის აქამდე მნიშვნელოვანი თანხები არ შესულა ღაზაში აღდგენისთვის, მაგრამ ეხლა უკვე ამის შესახებ ცნობებს ვიგებთ. კატარი და სხვები ზეწოლას ახდენენ, რომ მილიარდობით დოლარი დაიწყოს ღაზაში შესვლა. თუნდაც ჰამასი არ განაიარაღდეს, რაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება, რომელიც ჰამას აქვს 20 პუნქტიანი გეგმის მიხედვით. პირველი, რა თქმა უნდა, იყო მძევლების გათავისუფლება, რაც მათ გააკეთეს. ეს ცოტა სანახაობა იყო. ეს პროცესი გაიწელა, მაგრამ ყველა მძევალი, ცოცხალიც და გარდაცვლილიც სახლში დააბრუნეს, რაც საოცარი იყო. ვფიქრობ, რომ თუ ეს ერთადერთი მიღწევა იქნებოდა და შემდეგ ისრაელიც შედის და ზოლის 60%-ზე მეტს აკონტროლებს. და დღეს დილითაც კი ვნახე ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რომ ისრაელი განაგრძობს ღაზაში კიდევ უფრო ღრმად შეჭრას და კონტროლის გაძლიერებას. მაგრამ ჰამასი უბრალოდ ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას. მათ სურთ დარჩნენ ადგილზე, ჩნენ ადგილზე. კატარელები მზად არიან დაიწყონ ფულის ჩადება თუნდაც ჰამასის სრული განიარაღების გარეშე. და ეს ფული. სად წავა ეს ფული? მისი ნაწილი მაინც ჰამასის ხელში აღმოჩნდება და ეს ნამდვილად დიდი საფრთხეა. რას ფიქრობთ მშვიდობის საბჭოზე და იმაზე, რას შეძლებენ ისინი, თუ ჰამასი ფაქტობრივად აცხადებს, რომ უარს ამბობს იარაღის დაყრაზე? კი, ნამდვილად ბევრ საუბარია იმაზე, რომ Jared Kushner და Steve Witkoff ცდილობენ რაღაცა აღდგენის გეგმის გატარებას. და მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ამბავი იყო ამ კვირაში, რომ Jason Olson-ი, რომელიც მშვიდობის საბჭოს წევრი იყო, დანიშნეს პორტფოლიოს ხელმძღვანელად, რომელსაც ეწოდება ღაზას სექტორის დერადიკალიზაცია. იცით, ის იყო საზღვაო ოფიცერი, რომელმაც ისრაელის ისტორია შეისწავლა, იყო საზღვაო ძალების წევრი, აქ გამოგზავნეს, რომ დერადიკალიზაციის ხელმძღვანელი ყოფილიყო და ამ კვირაში თანამდებობა დატოვა. და მან თქვა და ან სხვებისგანაც სმენია, ვინც მას ესაუბრა, რომ მან ჯენას სამიტზე ისაუბრა, სხვათა შორის გასულ კვირას. ასე რომ ჰქონდა შესაძლებლობა მასთან სიღრმისეულად მესაუბრა. ეს იყო ამ განცხადებამდე. მან არ მითხრა, რომ ეს განცხადება მზადდებოდა. ვივარაუდე, რომ იცოდა. ის დერადიკალიზაციის საჭიროებაზე საუბრობდა. მაგრამ როგორც ჩანს, მას ჯეროდა, რომ კატარი ამ 20 პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესზე ზედმეტად დიდ გავლენას ახდენდა. და ფიქრობდა, რომ ამ მთავარ კომპონენტში, რომელსაც დერადიკალიზაცია ეწოდება, საერთოდ ვერ მიაღწევდა წარმატებას. ასე რომ თუ დერადიკალიზაცია არ გაქვს, ფაქტობრივად გარანტიას იძლევი, რომ ჰამასი უბრალოდ იპოვის გზას, თავიდან ჩამოყალიბდეს და ხელახლა შეიარაღდეს. და ეს 6 თვეს წაიღებს, 6 წელს თუ 10 წელს იცი, ისინი ამაზე გრძელვადიან სტრატეგიას გახვებიან. და იცი, ძალიან საინტერესო იქნება თუ ისრაელი მოიგებს ამ ბრძოლას, რომ შეაჩეროს ღაზაში სახსრების შედინება. ერთი მხრივ განიარაღების გარეშე, მეორე მხრივ კი დერადიკალიზაციისკენ გადადმული ნაბიჯების გარეშე. და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი მომავალ ნეთანიაჰუსა და ტრამპის შეხვედრაზე. ალექს, მინდა ჰამასზე გავაგზავნო საუბარი, რადგან ეხლა, როდესაც ლიბანში და ირანთან ცეცხლის შეწყვეტაა, ბევრი ადამიანი შიშობს, რომ ირანი გამოიყენებს თავის გავლენას იუდეასა და სამარიაში და ჰამას გამოიყენებს სტეპს ტერორისტული თავდასხმების განახლებისთვის. და ამაზე ვსაუბრობდი ჩემს სხვა გადაცემაში Judea Occasion-ში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. და ეხლა ისრაელის შინ ბეტი, უსაფრთხოების სააგენტო, ისრაელის თავდაცვის ძალებთან ერთად აცხადებს, რომ მათ დაანგრიეს ჰამასის მასშტაბური ტერორისტული ქსელი ხებრონში, რომელიც ჰამასისთვის ნამდვილი ბუდეა. იცით, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ჰამასი მხოლოდ ღაზაში არსებობს. ისინი ცოცხლები და სამწუხაროდ საკმაოდ ძლიერები არიან იუდეასა და სამარიაში. და ეს შეიძლება გახდეს შემდეგი ფრონტი, ღმერთმა დაგვიფაროს ამ ომში, იუდეა და სამარია, რომელიც ბევრად უფრო ახლოსაა სახთან. აბსოლუტურად. და ფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ, ჰამასი ჯერ კიდევ ძალიან აქტიურია იუდეასა და სამარიაში, აქ ხებრონში, რომელიც ერთ-ერთი ბუდეა, იცით, სადაც მე სამარიაში ვიყავი. ამ შაბათ კვირას ჩვენ ვუყურებთ ებრაულ ბიბლიურ ქალაქ შხემს, რომელიც დღეს ცნობილია როგორც ნაბლუსი, რომელიც იცით, ძალიან დიდი პალესტინური ქალაქი იყო, ბევრი ესეთი დიდი პალესტინური ქალაქიდან ერთ-ერთი, რომლებიც ტერორიზმის ბუდეებია. და ვფიქრობ, ნამდვილად არსებობს შიში, რომ იგივე ადამიანები, რომლებიც ირანთან ამ მემორანდუმს უჭერენ მხარს,
იცით, ისინი იქ ცეცხლის შეწყვეტასაც ითხოვენ და რეჟიმს ადგილზე ტოვებენ. ისევ იგივე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჰამას მისცენ საშუალება ხელახლა ჩამოყალიბდეს, შეიარაღდეს და აღდგეს ღაზას სექტორში, ისევ ისინი იქნებიან. ეს სულ ისრაელის არჩევნების შემდეგ შესაძლოა ისევ სცადონ ისრაელის რაიმე შეთანხმებაში შეყვანა. ეს გავს იმას, რაც წარადგინეს როგორც, ასე ვთქვათ, საუკუნის გარიგება ტრამპის პირველი პრეზიდენტობის ბოლოს, სადაც ფაქტობრივად უნდა დაკანონებულიყო პალესტინის ხელისუფლების მმართველობა თლიანად A და B ზონებში და უმეტესობა C ზონაში. ეხლა ამ გეგმის ფარგლებში ის აუცილებლად აპირებდა, რომ იმ დროისთვის არსებული ყველა ისრაელის დასახლება დარჩენილიყო ამ ღობის ისრაელის მხარეს, რაც არ უნდა ყოფილიყო ეს. და იყო დაახლოებით 15 ანკლავი, რომლებიც იზოლირებული ებრაული ქალაქები იყო. ისინი გზებით დაუკავშირდებოდნენ ისრაელს და იქნებოდა გზებისა და შემოვლითი სისტემები, რომლებიც პალესტინურ ტერიტორიებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. იცი, რთული სისტემა, რთული მდგომარეობა, რომელიც ძირითადად ჯარედ ქუშნერის მიერ იყო შედგენილი და წარდგენილი იმ დროს, მაგრამ მას ძალიან უჭერდნენ მხარს პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ტრამპი მაშინ. და რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს განახლებული მცდელობა შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შემდეგ, ისრაელში არჩევნების შემდეგაც. ისევ მიაღწიონ რაღაცა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ფორმალურ დასრულებას, რაც გულისხმობს იმას, რასაც ალბათ სახელმწიფო მინუს უწოდებენ, გამოცხადდეს იუდეასა და სამარიაში. და ვფიქრობ, რომ ისრაელში დიდი ცვლილება მოხდა, იცით, 7 ოქტომბრის შემდეგ. 7 ოქტომბრამდე ბევრი ისრაელი მხარს უჭერდა ასეთ გეგმას. მაშინაც კი, როგორც თქვი, ნეთანიაჰუ იმ დროს ამ გეგმას უჭერდა მხარს. ამ ეტაპზე, 7 ოქტომბრის შემდეგ, მე არ ვფიქრობ, რომ ისრაელებში თუნდაც რამდენიმე ადამიანი დარჩა, ვინც ასე ფიქრობს. იმ მდგომარეობამდე მისვლა, სადაც ისრაელი სრულად დაკარგავს სუვერენიტეტს ამ ტერიტორიებზე, A და B და უმეტესად C-ზე. შესაძლოა ისრაელს ოდესმე მშვიდობას უფრო დაახლოვოს. ისრაელები კარგად ხვდებიან, ვინ აკონტროლებს ამ ტერიტორიებს. იცით, ერთი მხრივ ეს არის ფათაჰი და მაჰმუდ აბასი, რომლებიც, როგორც იცით, აგრძელებენ ყველობისთვის გადახდას. ფაქტობრივად, აღვივებენ და აფინანსებენ ტერორისტულ გადახდებს. და უხდიან ტერორისტებს, რომლებიც ციხეში სხედან, ასევე უხდიან იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებიც პირველ ხარისხის ყველობის მცდელობისას დაიღუპნენ. ეს არის პატიმრების ფონდი, მოწამეების ფონდი, დაახლოებით 7% პალესტინის ბიუჯეტისა მიდის ამ ტერორისტ დაფინანსებაზე მიდის, ან ჰამასი. ასეა, ეს არის თქვენი არჩევანი, ხომ ასეა. ხავთ ტერორიზმის ფინანსისტები ან თავად ტერორისტები. ასე რომ იცით, ძალიან საშიში სიტუაცია. მაგრამ შენ ახსენე ხებრონი და მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ აქ უნდა ვახსენოთ ძალიან კარგი ამბავი, რომ ხებრონი, რომელიც არის მამამთავართა მღვიმის ადგილი, ხო ასეა. აქ არიან დამარხული აბრაამი, ისააკი, იაკობი, ჩვენი წინაპრები, ასევე მათი ცოლები, სარა, რებეკა და ლეა. ისინი დამარხულნი არიან ამ 2000 წლის მღვიმეში, რომელიც სხვათა შორის არის მსოფლიოში ყველაზე ძველი შენობა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს როგორც ორიგინალი ნაგებობა. ის აშენდა მეფე ჰეროდეს მიერ. ეს იგივე მშენებელია, რომელმაც დასავლეთის კედელი ააშენა. ხედავთ, რომ პატრიარქთა მღვიმის კედლები და დასავლეთის კედელი ძალიან გავს ერთმანეთს, რადგან ისინი ფაქტობრივად ერთი და იგივე სტილით არის აშენებული. და ეს ახლა როგორც ორმაგი დანიშნულების შენობა. აქ არის მეჩეთი, რომელიც ისააკის ოთახში მდებარეობს და ებრაელები ამ ოთახში არ შედიან გარდა წლის 10 დღის განმავლობაში. და ებრაელები შედიან ეზოში და შემდეგ აბრაამის, სარას, იაკობისა და ლეას პატარა ოთახებში. და ეს ეზო, რომელიც დაახლოებით 2-3 სართულის სიმაღლეზეა მიწიდან, ღია ეზო იყო. და იცით, ისრაელში ზოგჯერ წვიმს, ზაფხულში კი ძალიან ცხელა. და ეზოს ერთ ნაწილზე რაღაც მსგავსი ტენტი ჰქონდათ გადაფარებული. და ებრაელები ამ ადგილას ლოცულობდნენ. და ეს ნამდვილად არ იყო სასიამოვნო. და ახლა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და მითითებით ისინი ამ ეზოში ძალიან დიდ და თანამედროვე ფოლადის სახურავს ამონტაჟებენ, რომელიც მინის საფარით დაიფარება. ასე რომ ეს რაღაც ძალიან ლამაზი უნდა გამოვიდეს. ძალიან რთულია მსგავსი რაღაცების გაკეთება ისეთ ადგილებში, როგორიცაა პატრიარქთა მღვიმე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იორდანიის ვაკფის კონტროლის ქვეშ იყო. და ის, რაც ისრაელმა გააკეთა, ნაწილობრივ ეხება იორდანიის მეურვეობას წმინდა ადგილებზე.
სხვათა შორის ისინი გარკვეულწილად აკონტროლებენ ტაძრის მთას. მაგრამ ისრაელი ცდილობს იორდანიის ვაკფისთვის კონტროლის გარკვეული დონეების წართმევას, როგორც ტაძრის მთაზე, ასევე პატრიარქთა მღვიმეზე. მაგრამ ბეცალ სმოტრიჩი, ფინანსთა მინისტრი, ჩემი აზრით, დიდწილად პასუხისგებელია. ის ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, რომელიც პასუხისგებელია ამ წმინდა ადგილის კონტროლის ნაწილის ისრაელისთვის დაბრუნებაზე. ეხლა კი ისრაელი და ვფიქრობ ნაწილობრივ ჩვენი კარგი მეგობრის დახმარებით, იშაი ფლეიშერი არის ხებრონის პრესპიკერი. იცით, მინიმუმ ნაწილობრივ მაინც პასუხისგებელია მისი პოპულარიზაციისთვისაც კი. სულ მცირე ამ ადგილის, ამ ლამაზი განახლების შესახებ, რომელიც ძალიან ფუნქციურიც იქნება. და იმედია ეს კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს ამ ტერიტორიაზე და გააუმჯობესებს ტურისტების გამოცდილებას. სხვათა შორის კიდევ ერთი საკითხი ამასთან დაკავშირებით. პალესტინის ადმინისტრაცია და მათი ყველა სტრუქტურა, როცა ასეთი რაღაცები ხდება და ასეთი სამშენებლო პროექტები ხორციელდება, იქნება ეს პროექტი თუ, როგორც მახსოვს, წარსულში ისრაელს სურდა დაემონტაჟებინა და ბოლოს მართლაც დაამონტაჟეს ლიფტი, რათა ეთლით მოსარგებლეებს შეეძლოთ პატრიარქთა მღვიმეში შესვლა. შემდეგ პალესტინის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისრაელი თავს ესხმის მეჩეთს ხებრონში და ცდილობს თავისი მომხრეები აღაშფოთოს. იგივე მოხდა, რა თქმა უნდა, როგორც ვიცით, რამაც მეორე ინტიფადას საფუძველი ჩაუყარა, როცა არიელ შარონი ავიდა ტაძრის მთაზე. იგივე სტრატეგია გამოიყენება ახლაც. ეს 2000 წელსია. ესე რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. უბრალოდ მინდოდა ეს აღვნიშნო. ბოლოს და ბოლოს, დღეს დრო გვეწურება. ჩვენი კარგი მეგობარი დორონ შპილმანი, რომელიც JNS-ის პოდკასტის წამყვანია აქ JNS TV-ზე, დაინიშნა პრემიერ-მინისტრის ოფისის საზოგადოებრივი დიპლომატიის დირექტორატის საერთაშორისო წარმომადგენლად. იცით, ეს პოზიცია მართლაც ვაკანტური იყო. დიახ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკანტური იყო. ის პირდაპირ ციპი ხოტოველის ქვეშ იმუშავებს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ჩაიბარა ეს თანამდებობა. მიულოცოთ ჩვენს კოლეგას დორონ შპილმანს აქ JNS TV-ზე. არ ვიცი გააგრძელებს თუ არა თავის შოუს. უნდა ვნახოთ, მაგრამ ეს მართლაც დიდი მიღწევაა, დიდი დაწინაურებაა. ასე რომ ვულოცავ დორონ შპილმანს. დიახ დორონ, ჩვენს პოდკასტის წამყვანი უნდა შევხვდეთ, დავსვდეთ და განვიხილოთ. შეძლებს თუ არა ის პოდკასტის გაგრძელებას აქ ქნესეთში. ის ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი სპიკერია. მან ასობით თუ არა მეტიც ინტერვიუ ჩაატარა წამყვან მედია საშუალებებთან ომის დაწყების შემდეგ. თავდაპირველად ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური სპიკერის რანგში, მაგრამ ახლაც აგრძელებს გამოსვლებს, მაგალითად პირს მორგანთან და სხვებთან, რათა დაიცვას ისრაელი. ასე რომ დორონ შპილმანი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული სპიკერია ისრაელში. ის ასევე მრავალი წლის განმავლობაში დავითის ქალაქის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი იყო. დორონ შპილმანმა ასევე ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი სახელწოდებით When the Stones Speak, რომელიც მთლიანად ისრაელს ეხება. ამ საოცარი არქეოლოგიური აღმოჩენები ძველი ქალაქის გარეთ იქნა აღმოჩენილი და ისინი მეფე დავითის მეფობის ნაშთებს წარმოადგენდა. სიამდვილეში ეს ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ადამიანებს კიდევ უფრო უმტკიცებს ისრაელის კავშირს საკუთარ მიწასთან და ისრაელის ხალხის ამ მიწაზე ადგილობრივობას. ასე რომ, იცით, მე ძალიან ბედნიერი ვარ დორონისთვის და როგორც თქვენ ახსენეთ, ის ციპი ხოტოველის ხელმძღვანელობით იმუშავებს. ციპი ხოტოველი იყო ლიკუდის ყოფილი წევრი, რომელიც ერთ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. შემდეგ კი ის გაერთიანებულ სამეფოში ელჩად დანიშნეს. ის გაერთიანებულ სამეფოში 5 წლის განმავლობაში იყო. ის ახლახან დაბრუნდა და დანიშნეს ამ პოზიციაზე, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ვაკანტური იყო. და ვფიქრობ, ეს არის შესანიშნავი პირველი საჯარო ნაბიჯი, რომელსაც ის დგამს, რაც არის სწორი ადამიანის დაქირავება. და მე მართლაც მომეცა მასთან დაჯდომისა და ცოტა საუბრის საშუალება მის დიდ ბრიტანეთში გატარებულ დროზე, ასევე ისრაელის საჭიროებაზე გააძლიეროს დიპლომატია პრემიერ-მინისტრის ოფისიდან. ამიტომ უსურვებ მასაც და დარონსაც ბევრ წარმატებას მათ ახალ პოზიციაში. რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ დორონს. დარწმუნებული ვარ, ის შესანიშნავად გაართმევს თავის საქმეს ისრაელის სახელით. და ჩვენ ძალიან ვამაყობთ მასით. და ამით დავასრულებთ. ალექს ტრაიმანი, JNS-ის აღმასრულებელი დირექტორი, მე ვარ ჯოშ ჰასტონი, JNS News-ის კორესპონდენტი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ ჩვენს არხს, გამოგვიგზავნეთ სუპერ მადლობა და იხილეთ ყველა შესანიშნავი კონტენტი, რომელსაც JNS TV გთავაზობთ. ასევე, რა თქმა უნდა, ეწვიეთ jns.org-ის. ეს არის Jerusalem News Syndicate, სადაც ნახავთ ყველა უახლეს ამბავს ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. და მომავალ კვირას ისევ გნახავთ აქ, Jerusalem in Minutes-ზე, JNS TV-ზე.